მოგესალმებით მეთევზეებო, აბა როგორ ხართ? მოკლედ, ესაც მინდა გავაგრძელო ჩემი რუბრიკა და შემოგთავაზოთ ერთ-ერთი ჯოხის ტესტირების ვიდეო. კერძოდ ეს არის Orient Road-ის Chameleon-ის სერიის ჯოხი. ახალი მოდელია. ძალიან ბევრს აინტერესებს, მათ შორის ჩვენთანაც როგორი ანკესია და შეუძლია. შეგახსენებთ იმას, რომ ესეც არის მაღალი ტესტის მქონე ჯოხი. არის ახალი მოდელი, საკმაოდ დახვეწილი ბლანკი აქვს. გაჩვენებთ ახლა უშუალოდ როგორ გამოიყურება. მოკლედ დავიწყებ იმით, რომ საკმაოდ ლამაზი და კარგი გრავირება აქვს. აი დააკვირდით. Chameleon S2. რა თქმა უნდა, ეს ანკესიც არის წარმოებული უკრაინაში. უმაღლესი ხარისხის კარბონია. აქვს ეგრეთ წოდებული ანტიჩამხლართი რგოლები, აი ეს კოლიცოები. პირველი კოლიცო კლასიკურად არის 50 მმ-იანი და შემდეგ მიყვება 35, 30 და ასე შემდეგ. ასტრაფებული ბლანკია, სწრაფი წყობაა. ნახეთ, აი ცალფეხიანი რგოლები აქვს, კოლიცოები. ეს არის საგარანტიო ბლანკი მოყვება, რომლითაც ასკანერებთ, აი ამას გადადის თავის საიტზე და კონკრეტულ მოდელს უწევთ რეგისტრაციას, რათა დაზიანების შემთხვევაში, ქარხნული წონის შემთხვევაში შეძლოთ გარანტიაზე გაშვება ჯოხის და აღდგენა ან შეცვლა. მოკლედ გადავალ ახლა უშუალოდ ტესტირების პროცესში. ცოტა ქარიანი ამინდია, თბილისის ზღვაზე ვარ. ვეცდები ქარის მიმართულებით ვისროლო. ყოველ შემთხვევაში დასკვნებს გამოვიტანთ, როგორია ხელში, რამდენად ხისტია, რამდენად დამღლელია, თუ არ არის დამღლელი. უშუალოდ პროცესი გვიჩვენებს ახლა და შევამოწმოთ მოკლედ. მოკლედ მოვმართეთ ჩვენი Chameleon-ის ჯოხი. წყობშია. ეხლა მინდა კიდე ერთი სიახლე გითხრათ. ესე იგი My Fishing-ში მაღაზიაში არის აი ესეთი პენის კოჭების მრავალფეროვანი არჩევანი. კონკრეტულად ეს კოჭა არის Pen Tidal XT 8000-იანი მაქოთი, ანუ სიღრმით. ასევე კოჭას მოყვება რედიუსერები, აი ეს ბექინგები, რომ არ მოგიწევთ ბევრი ზედმეტი ძუის ჩახვევა და შეავსოთ მაქო, ორნაირი ზომის მოყვება. უშუალოდ ამ კოჭაზე რა შეიძლება ითქვას, ეს არის ესე იგი შორი დისტანციებისთვის გათვლილი, უწერია რომ long cast-ია. გადაცემათა სისტემა აქვს 4-3-1 და 9+1 ბალიანია. წონა არის კოჭის 585 გრამი, საკმაოდ სუბუქია და ძალიან კარგი კოჭაა. ნახოთ ახლა უშუალოდ დავახვევ ძუას და აი ესეც გავტესტოთ ჯოხთან ერთად. დღეს ბერკლის ძუა მაქვს აი ესეთი. ეს არის 0.8 მმ-იანი. სამწუხაროდ კატრანი აღარ დამჩა. და მოკლედ მოვიყვანთ წყობში და ვნახოთ. კოჭაც გავტესტოთ და ჯოხიც გავტესტოთ. მოკლედ ახლა ძუას ვახვევ კოჭაზე და შეხედეთ რა სასწაულად ახვევს, როგორ მიყოლებით. აუ ძალიან მაგარი კოჭაა. მოკლედ ამერიკული ბრენდია ეს პენი და ხარისხშიც არის აი სუპერი, ერთ-ერთი ტოპ ბრენდია. ეხლა უშუალო საქმეშიც გავტესტოთ, ვნახოთ რომ გავისვრით როგორ ამოახვევს ისევ და როგორ გაშლის ისევ ძუას. მოკლედ დავარჭეთ კოლიშკები. ქართულად საზომი სტიკები ხდია. 5 მეტრზე გვაქვს გაკეთებული. ეხლა დავიწყებ დაკლიფსვას. პირველიც დაგვექნება 150 მეტრი. ცოტა ქარიანი ამინდია. ესმის, მაგრამ უფრო გვინდა რომ ჯოხის შესაძლებლობები გავტესტოთ. და გამოჩნდება მაინც.
ჩვენი ჯოხი, ესე იგი ქარიანი ამინდია და ტყვია დავაყენეთ 5 უნცია, 5 ოზი. დაკლიფსული გვაქვს 150 მეტრზე. შემდეგ მოუმატებ ცოტას, მერე კიდე ცოტას და თლიანობაში მინდა ვნახო როგორი ანკესია. ერთი შეხედვით შემიძლია ის თქვა, რომ ძალიან მსუბუქი ჯოხია, ანუ არ იქნება დამღლელი თევზაობისთვის. ძალიან კარგი, აი როგორ გითხრათ, ხელში იგრძნობა, რომ გიჭირავთ ერთ-ერთი ელასტიური, კომფორტული და ამავდროულად შორ დისტანციაზე სათევზაო ანკესი. ასევე ვნახოთ კოჭაც უშუალოდ მუშაობაში. ეხლა რო გადავკლიფსე, ისევ აი ჯარისკაცები ვით მიყოლებით ჩაალაგა ძუა, ძალიან კარგი ამოხვევა აქვს. ანუ სასწაული slow ის აქვს დახვევა, ნელი ეგრეთ წოდებული. ეხლა მოკლედ ვისური და ვნახოთ როგორი წყობა გვაქვს, როგორც კოჭა, ასევე ანკესი. ძალიან დიდ დუგას იკეთებს. კლიფსაში კი მოხვდა, მაგრამ ქარი ძლიერია და საკმაოდ დიდი დუგა აქვს. ანუ ჯოხს კიდევ ერთხელ გამემეორდები და ვიტყვი, რომ ძალიან მსუბუქია და ძალიან კომფორტული სასროლი. ანუ არ არის ეგრეთ წოდებული, უხეშად რო გითხრათ, ხელკეტი. კოჭაც აი სასიამოვნოდ სამუშაოა. მოკლედ ეს შეხედვით შემიძლია ვთქვა, რომ იდეალური წყობაა როგორც სპორტისთვის, ასევე კერძო სესიებზე სათევზაოდ. ეს შეხედვით რა შემიძლია გითხრათ, ეხლა მოუმატეთ ცოტა კიდე დისტანციას, რა თქმა უნდა გავტესტავ 170-მდე მინიმუმ, შეიძლება 180-იც. დარწმუნებული ვარ კლიფსაში მაინც მოხდება იქიდან გამომდინარე, რომ გვერდითი ძლიერი ქარია და ზუსტი მონაცემები შეიძლება არ მომცეს, მაგრამ ამ ანკეს აღწერაში უწერია თავის საიტზე და ბევრი ჩემი ნაცნობი ცვიცი კასტერი, რომ 200+ მეტრზე მუშაობენ კონკრეტულად ამ მოდელით. რა თქმა უნდა, ეს პირადად სპორტსმენზეა დამოკიდებული და მსროლელზე. არ არის მხოლოდ ჯოხის შესაძლებლობებზე, ეს თქვენზეა, უნდა ივარჯიშოთ, უნდა ხშირად გახვიდეთ სათევზაოდ და როცა ფორმაში დგები, მერე ჯოხიც უნდა დაგეხმაროს და რა თქმა უნდა კოჭაც ამ დისტანციების დაფარვაში რამდენჯერმე კიდე გავისვრი, გავტესტავ. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია. წინა მოდელთან ბესტიასთან შედარებით ცოტათი უფრო დახვეწილი და მოქნილი, ასე ვთქვათ, და დაბალანსებული. ანუ ბესტია უფრო არის, ასე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ, დუბინასავით, ანუ ხელკეტივი ჯოხი, უფრო ხისტია, ეს უფრო სასიამოვნო და უფრო, ასე ვთქვათ, მოქნილი ანკესია. პირადად მე ძალიან მომეწონა და ვუწევ რეკომენდაციას. განმეორდები, ეს მოდელი არის Orient Road-ის Chameleon S2, რომელიც შეგიძლიათ იყიდოთ მაღაზია My Fishing-ში. ეს მაღაზია მდებარეობს აღმაშენებლის ხეივანზე, ავეჯის მოლი რო არის, მესამე სართულზე, შეგიძლიათ მიგბრძანდეთ და ეს და არა მარტო ეს, სხვა ევროპული ბრენდები, როგორც შეუკვეთოთ, ასევე შეიძინოთ ადგილზე. გავიშროთ კიდე რამდენჯერმე და ნახოთ. 160 მეტრზეა, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებლად მოხდება. ოპა. მოკლედ, რამდენჯერმე კიდე გავისვრი, მე ხა თანმახლია ჩემი ოპერატორი ირაკლი დივანი, ბელიგაში მონაწილეობს, ახალი სპორტსმენია და აინტერესებდა მასაც კონკრეტულად ეს ანკესი. მე ირაკლისაც ვასრულებ, მაინტერესებს ირაკლის შეხედულება. ვიცი, რომ ჩვენებიდანაც ბევრი ელოდებოდით ამ ანკესის ტესტირებას და ბიჭებო, გეტყვით, რომ ძალიან კარგი ანკესია. რა ვიცი, აი
ხელში რომ დაიკავებ, ხვდები რომ რაღაცა კარგ კომფორტულ შორტ დისტანციაზე სასროლ ანკესთან გაქვს საქმე. მე ძალიან მომეწონა. ეთყობა რომ გული და სულია ჩადებული ამ ანკესში და ამის შექმნაში. სხვა რა შემიძლია ვთქვა, დარჩით ჩვენთან, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, კიდევ და კიდევ ჩავწერ ვიდეოებს, გავაკეთებ რევიუებს, განხილვებს, არა მარტო ჯოხებზე, არა მარტო კოჭებზე, სხვადასხვა აღჭურვილობაზე, სხვადასხვა ნივთებზე. მოკლედ დაალაიქეთ ჩემი ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. უპრობლემოდ ხდება. კოჭა მუშაობს სასწაულად რა. ძალიან კაია.